მოგესალმებით, ეს არხი ბუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ არც განხილვა გვექნება, არც მანქანის აწყობა, არც თვითმფრინავის, ეგეთი არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ დღეს 12 იანვარია და ეს იმას ნიშნავს, რომ 1 წელი შეუსრულდა არხს და გამოვიყვანეთ არხის ისტორიაში საუკეთესო 10 საუკეთესო მოდელი. და მიმოვიხილავთ 1 წელს. კი ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მაყურებელს. ყველას აბსოლუტურად. ვინც გვიყურებს, ვინც გვერდში გვიდგას, ჩვენს გამომწერებს. აბსოლუტურად სულ ყველას რა, ჩვენს მეგობრებს. ვინც საჩუქრები გამოაგზავნა, ვინც მორალურად გვერდში გვიდგას და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ, კი ბატონო. აგერ დღეს შეგვისრულდა 1 წელი. ჩვენ არხს შეუსრულდა უпроსტოდ 1 წელი, რაც არსებობს. 1 წლის წინ 12 იანვარს პირველი ვიდეო დაიდო და ამ შედეგს რაც დავდეთ, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ვერ წარმოვიდგენდი. კი ბატონო. იმიტომ რომ სხვანაირი კონტენტია ეს. მაინც ამათი მოდელიდან 9 საუკეთესოა. ამის გამოკლებით, იმიტომ რომ ეს საუკეთესო გზაშია ველოდებით. და ხო, გვექნება ახლო მომავალში იმედია გვექნება. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ნახოთ. ამითი დავიწყეთ ჩვენ, აგერ. ეს იმიტოდებს აქ რა. მაგიტომდებს ეს მანქანა აქ, რომ ამ მოდელით დავიწყეთ ჩვენი არხი. ამით დავიწყეთ საერთოდ ყველაფერი რა. პირდაპირ გეტყვის რა, ეს მოდელი რო არ ყოფილიყო. მე მანქანები არ მეყვარებოდა. ხო. და ეს ფილმი რო არ ყოფილიყო. და თან ჩემთვის პირველი ხილი იყო ეგრეთ წოდებული. პირველი მანქანა იყო ასაწყობი. შეეხო. ხო, რომელთანაც შეხება მქონდა და მაგიტომაც ხარისხით ძალიან დაბალი დონის არის. რა თქმა უნდა, ამ მოდელთან შედარებით. ამისთვის მადლობა იმ ადამიანს, ვინც ეს გვაჩუქა. ხო. უკვე შედარება რო გავაკეთოთ, ხო, ფაქტი სახეზე არის, აი ძალიან განსხვავდება შეღების ხარისხით, აწყობის ხარისხით. კი. ამ მოდელთან დაკავშირებით გამოუცდელი ვიყავი. ამ მოდელთან დაკავშირებით ასე თუ ისე რაღაცა გამოცდილება უკვე მქონდა. დანარჩენ მოდელებს რაც შეეხება, არ შეიძლებოდა რო არ გამოგვეყვანა S60. S60 ვიტყვი, ხა მეორე ვთქვა. კი ბატონო. პირველ რიგში მადლობა ლუკას, აი ამისთვის და რატო ეს არის მანქანა, რომელიც იცით რომ ჩემი ოცნების მანქანაა და მარტო მაგიტო არ დგას აქ. ამ მანქანამ მოახერხა და ჩემი ყველაზე ლამაზი კადილაკი დააჩოქა. ნახვების მხრივ. აი ეს მანქანა. ამ ავტომობილს 10 თვე ყველა მანქანა ეჭიდავებოდა ამას და ვერც ერთმა მანქანამ ვერ მოახერხა ამის დაჩოქება. აი ამ მანქანა ეს ყველა. მჯობნიო, ხო გაგიკია. და მაგიტომდებს აქ. ეს მანქანა რო არ დაგვედო, ესე გამოვყვეთ. ეს მანქანა რო არ დაგვედო. ლიმუტი რო არ დაგვედო. პროსტა არ შეიძლება, იმიტომ რომ ორივე საყვარელი მანქანა არის და მით უმეტეს არხის ისტორიაში, ფორსაში პირველი, ანუ ყველაზე საუკეთესო. ხო, ფორსაში ამ მანქანამ დოჯი დაავიწყა. მაყურებელს კი ბატონო და თან გამომწერებისგან პირველი საჩუქარია არხის ისტორიაში. კი არხის ისტორიაში. მაშინ როცა YouTuberi არ გვერქვა. კი. მაშინ. ხო, დამწყებები ვიყავით მაშინ როცა მივიღეთ ეს საჩუქარი. კი. და კიდე ერთხელ მადლობა მაგ ადამიანს ამისთვის. კი ბატონო. რაც შეეხება აგერ აი ამ ეს მანქანას აგერ ამ მანქანას ეს თქვენ უკვე ნახეთ. ხო, ამის ისტორია მოვყევით ჩვენ
როგორ რანაირად ეს რო არ გამოგვიყვანა. ჩვენ კოლექციაში არის. ჩვენ ვამაყობთ მაგით. კი. იმიტომ რომ 1-18 მასშტაბში ერთადერთია საქართველოში. ხო. და სპეციალურად არის ამხელა ეს მანქანა, იმიტომ რომ ამის 1.53 და 1.25 ყიდვას აზრი არ ქონდა. ხო. იმდენად ლამაზია რომ ეს დიდი უნდა იყოს. გადავიდეთ შემდეგზე. აბა რომელს არ შევიდე. ჟიგულზე მაგაზე შენი ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს მანქანა რატომ? იმიტომ რომ პირადად მე მეხება ეს მანქანა და პირადად ჩემი ოჯახის ისტორიას ეხება, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახში პირველი მანქანა იყო. ხო, პირველი შენაძენი ნახვებიც აქვს სხვათა შორის. კი. პირველი შენაძენი იყო ეს მანქანა ჩვენი ოჯახისა. ნუ რა თქმა უნდა ნამდვილზე მაქვს საუბარი. ხო. ხო, თეთრი ფერის მარტო ჩვენ ყოფს. ხო, და თან თეთრი ფერის მანქანას ამას რამდენი ხანი ვეძებდით? არ ვიცი, დაახლოებით ალბათ 3 წელი. ხო. კონკრეტულად თეთრი ფერი გვაქვს. ვინც არ იცის და პირველად შემოვიდა არხზე. სანამ არხს გავაკეთებით, კოლექციონერობა დავიწყეთ მანამდე. ანუ საკმაოდ კოვიდის პერიოდში, კორონას პერიოდში. კი. ანუ 4 წელია გასული, მე-5 და უბრალოდ მაშინ აზრად არ მოგსულია, რომ YouTube არხი არა, აზრად მომსვლია, მაგრამ მაშინ ბაზარ მქონდა. ხო. ну თან მაშინ მანქანებიც უმეტესობა სათამაშოები გქონდა, ანუ კინსმარტები გქონდა. ხო, მე სერიოზულად რომ მოვკიდეთ ხელი და რაღაცა და რაღაც ბაზარო შეგროვა. გადავიდეთ შემდეგ ავტომობილს. ხო, ვიღაცა იკითხავს ეხა ელეონორი. რატო? იმიტომ რომ პირველი მანქანა იყო, რომელიც განვეხილეთ. იმიტომ რომ მე მუსტანგების ფანი ვარ. იმიტომ და ვიღაცა იკითხავს ეხა რომ რატო ელეონორი და რატო არა ბოსი. მაგრამ მაგაზე ერთი მარტივი პასუხია. ბოსი ერთხელ უკვე დავაბრუნეთ. და ეს მანქანაც იმსახურებდა მათეულში ყოფნას. და ბოლო ელეონორი. ხო, არ გეგონოთ რომ ის ბოსი არ გვიყვარს და არ უნდა მომხვდარიყო აქ, მაგრამ ელეონორის გამოყვანა გადავწყვიტეთ. შემდეგი აგერ მაგაზე ვილაპარაკეთ. რატომაც არა რომ მაფიოზების მანქანა რო არ აყოლდეს. ეს პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო. რომ ეს მანქანა უნდა გვიყიდე. ერთ-ერთი ულამაზესი მანქანა არის ჩვენ. პირდაპირ ვიტყვი რომ 1.53-ში ამაზე ლამაზი მანქანა ჩვენ არ გვყავს. კი. მართალი ბრძანდები. ხო, შემდეგი ეს არ შეიძლებოდა რომ ეს მოდელი არ გქონოდა კოლექციაში და არ დაგვედო ეს. აქ არ გამოგვეყვანა. ყველაფერს რო დავალებოთ, აერტონ სენა არის. ხო, ნუ ვინც ფორმულერს უყურებთ და დაჟე ვინც არ უყურებთ, მე მგონი რომ იცით ეს ვინ არის. ჩვენი შემდეგი მოდელი, ნუ ერთს დავამატებ იმას, რომ კი ძალიან დიდ პატივს ავცემ ლუის ჰამილტონს, მაგრამ ლუის ჰამილტონის ორი მანქანა ყავს, მაგრამ ფერნანდო ალონსოს მანქანა ბევრად ლამაზი არის რა. ბევრად ლამაზი არა. ფორმულა 1-ის კოლექცია ბურაჯონს რაც აქვს გაკეთებული. და საერთოდ მე ფორმულა 1-ის ახალ მოდელებში რა ყველაზე ლამაზ მანქანად ასტონ მარტინი მიმაჩნია. კი ბატონო. და მაგიტომაც დევს აქ. მაგიტომაც ავერჩიეთ ეს ავტომობილი. და ბოლოს. ნუ ბოლოს. ეს რო არ გამოგვეყვანა არ შეიძლება. ყველაფერს თავი დავანებოთ ენცო ფერარია. კი. ადამიანის სახელი და გვარი ქვია მანქანას, რომელმაც შექმნა რო არ შექმნა ფერარი. ფერარი რო არ გაეკეთებინა, ბევრი ბრენდი არ იქნებოდა. კი ბატონო, მათ შორის ლამბორჯინი. ვერ იქნებოდა ლამბორჯინი, ვერ იქნებოდა პაგანი. რავი, ბევრი რამე ვერ იქნებოდა. ბევრი სპორტული მანქანა, ბევრი სუპერკარი, ბევრი ჰიპერკარი არ იქნებოდა. კი. და არის ერთადერთი იქნებოდა ეს. იმიტომ რომ ეს უფრო ძველია.
მაგაზე ძველი, ენცოზე ძველი არის, მაგრამ ფერარზე ძველი ვერა. ხო, ნუ არა, ფერარზე ძველია Porsche. ხო. კომპანია კი, მაგრამ ეგ მანქანა კომპანიას არა. ვიძახი, ხო. არა, ეს მანქანა არა, რა თქმა უნდა. ხო, ნუ სხვათა შორის ეს მანქანა და ეს მანქანა თითქმის ერთ პერიოდში გამოვიდეს, არა ეს 90-ში. E40 გამოვიდა ერთ პერიოდში. ეს მანქანა გამოვიდა 84-ში ეს. არა. ეს კონკრეტული, ეს არის 91. აჰა. და ის არის 2001. ის 2001. ხო. ამ მანქანის ყველა ვიდეო, ამ მანქანების ყველა ვიდეო არხსევდებს და შეგიძლიათ ნახოთ რა. და კიდე რა შეიძლება? ბევრად უკეთესი მანქანები, ხა უკეთესი როგორ ხა? ახლები თუ ახლები გვაქვს, მაგრამ რახან ჯერ ცალკე ვიდეოები არ გადაგვიღია მაგ მანქანებს. მაგებს ვერ გამოვიყოთ. მაგიტომაც არ გვილაგია აქ ის მანქანები რა. მაგას ეტაპობრივად როგორც ვაკეთებთ თითო ვიდეოში თავისი ისტორიით. ისე ერთი კაი იდეა მომივიდა რა. წელიწადში ერთხელ. წლის აი ესე დღეს რა. წლის საუკეთესო ათეული. ათეულები რო გავაკეთოთ. და მე ეჭვი მაქვს რომ ეს ათეული რაღაც ვარიანტში შეიძლება ხოლმე. კი ბატონო, ანუ გამოდის რა 9 საუკეთესო მანქანა ჩვენ კოლექციაში პლუს 1. ეგ მანქანას უიქნება. ოღონდ ეს მანქანას უიქნება, იმიტომ რომ ამითი დავიწყეთ ჩვენი არხის ისტორია. ეხა უყურებ და იმას ვამბობდი რომ ელეონორი გაიხსნა თქო ფილმების თემა თქო. კი. და ელეონორით არ გახსნა. ამით დაიწყო, დოჯი დაიწყო. ხო, დოჯით დაიწყო ფილმების ისტორია. და ეგრევე ანუ ეხა მინდა რაღაც თქვა კოლექციონერზე ზოგადად. ადამიანზე რომელიც კოლექციონერია. ეგეთ რაღაცას ვიტყვი რომ ზოგი აგროვებს კონკრეტულ მიმართულებებს. აი მარტო ფორმულა 1-ებს აგროვებს და მარტო ჩემპიონებს აგროვებს, რაც რთულია. და მე ესე არ მომწონს რა. მე მირჩევნია ყველაფერი რაც არის ყველა მიმართულებაში ვიყო. არის რაღაც განსაკუთრებული მიმართულებები და თქვენ იცით. კი. რომ ფილმებიდან მანქანები ჩემთვის ყველაზე მაგრებია. ხო, თან როგორ არის იცი გუჯა რომ ყველა მანქანას ხო? თავისი ისტორია. თავისი ისტორია აქვს. ეგ არა აქვს მნიშვნელობა თანამედროვე იქნება. არა თანამედროვე. არა თანამედროვე თუ old car-ი. old school ქვია. old school-ი ეს არის. ეს. ამეებში კი? ესენი. ამეებში კი. ხო. თორე ესენი old school-ები. ის ყველა old school-ია, მაინც. ხო. თან მით უმეტეს რომ ჩვენ თუ ხართ დაკვირვებული მე აი მაყურებლებს გულისხმობ რა რომ შედარებებსაც ვაკეთებთ ძველ ავტომობილებს და ახალ ავტომობილებს. ხო. რამდენად ხარისხიანად კეთდებოდა და ლამაზი მანქანები იყო და რამდენად უხარისხო პლასმასის მანქანებს უშვებენ დღეს. მაგალითად არის რაღაც მანქანა დავასახები მანქანების. ნუ მაგაზე ცალკე ვიდეოებში ვისაუბრებთ. ხო, ზოგადად. ხო. განხილვის დროს მაგას აუბრალთ. დაჟე აი ნახე რა მინდა რომ თქვა. ალბათ ვინც ფორმულებს უყურებს. ხო. უყურეთ იმას მომენტს, როცა ლუის ჰემილტონი დასვეს სენას მაკლარენზე. ხო. აი არა, აი ეს არისო. სხვა მაკლარენი, სხვა წლის იყო. ხო. და საპატიო წრეები დაარტყა. და კაცმა თქვა, რომ იტრიალს. თქვა კაცმა, რომ მე რა სიამოვნებაც ეხა მანქანის მივიღე, თანამედროვე ფორმულა 1-ით ვერ მივიღებ. იმიტომ რომ თანამედროვე ფორმულა 1-ს ვინც არ იცით, ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს. რა თქმა უნდა, კი. თან მით უმეტეს ეხლანდელ მანქანებს უყოლას ხელოვნური ინტელექტი ჩაუყენეს რა. დაჟე სამოქალაქოებსაც. ხო. სამოქალაქო. ანუ ჩვეულებრივი ჩვენთვის რაც არის ადამიანებისთვის. კი, აგეთ ჩემს სამსახურის მანქანას ხელოვნური ინტელექტი აქვს. კი. ხო, თავარი. აქ ერთი მანქანა არდებს. ხო. რომელიც 10000 გამომწერზე გამოჩნდება. ხო. და იმედია წელს მაინც 10000-ზე ავალთ, რომ ის გაჩვენოთ. ის ამათ ყველას ჯობია.
წარმოიდგინეთ, რომ ეგ 10 საუკეთესო მანქანა გვიდეს და ამათ მანქანას რო ჯობია. ნეტა რა არის? რავი, თუ გაინტერესებთ, აგერ ვართ ჩვენ არცად არ გაურბივართ. უკვე მე მგონი ხალხი მიეჩვია კიდევაც იმას, რომ ვიდეოებს დებთ ორშაბათობით და პარასკევობით. 8 საათზე. საღამოს 8 საათზე, კი ბატონო, შორტებს დებთ ყოველ დღე. ორ შორტს დებთ ყოველ დღე. ეგ უკვე YouTube-ით მივაჩვიეთ მაგ სისტემას. იცით როგორი რაღაც არის? შორტები იმიტომ იდება, აი ესეთი შორტები რატო იდება ხოლმე, რომ აი ზოგი დებს უბრალოდ შორტს. ხო. მინახია რა ეხა. და მე ვდებ აი მინდა რომ შორტის რაღაცა ისეთი იყოს რა. ხო, განსხვავებული. ანუ მოკლე ვიდეო. ხო, განსხვავებული. ვცდილობთ რომ ყოველთვის გამოვირჩეოდეთ იმით რომ განსხვავებულებს ვაკეთებთ ყველა. ხო, და თან რა მინდა რომ თქვა ხალხით მოყვება. კი. და ხალხის აზრს ბევრი რაღაცა ხალხისგან წამოვიდა რომ ესე აი მაგალითად ისა რა რომ ეხა ხო არის რომ შევცვალეთ განხილვების სტილი ვიდეოს სტილი თვითონ რომ კადრებით სიუჟეტური გავხადეთ. ხო. აი როგორც ხა ბოლო ნელ-ნელა ჩვენც ვიხვეწებით, იმიტომ რომ ჩვენ მსახიობები ჩვენ არა ვართ, ოპერატორები ჩვენ არა ვართ და ხო, პროფესიონალები საერთოდ. ხო. დღესაც კი რაღაცებს ვსწავლობთ, ხო? აი, ხო, და კიდე ერთი მთავარი რაღაცა. არხს რო გამოიწერთ. ზარის ღილაკი გააქტიურეთ, იმიტომ რომ 400 კაცზე მეც გააქტიურებული არ აქვს. და იმ დღეს ჩემო მეგობარმა მითხრა, გამოწერილი აქვს და შენი არხიდან ვიდეოს რო დებო, შეტყობინებები არ მოდის. და აი ზუსტად მაგით არ მოდის, რომ ზარის ღილაკი უნდა იყოს ტოლზე. ყველა შეტყობინება რომ მოგივიდეთ. ხო, და ისა ზოგი არ აკეთებს მაგას რა. ხო. ეს გააკეთეთ ხოლმე რომ ყველა შეტყობინება მოვიდეს არხიდან. კი ბატონო, კიდევ ერთხელ. ხო, და სხვათა შორის მაგან მითხრა, რომ აი სიუჟეტური რო გახდა რა, რომ განხილვებში უცბად ჩვენი კადრი რო ითიშება და მანქანის კადრი ამოდის. ხო. ბევრად კაი საყურებელიაო რა, მანქანის დეტალიზაცია უფრო მაგრა ჩანს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ სულ ყველას იმ ყველაფრისთვის, რაც 1 წლის მანძილზე თქვენ გააკეთეთ. თქვენ რო არ ყოფილიყავით, ეს კოლექცია ესეთი მაგარი ვერ იქნებოდა. კი. და ეს არხიც ესეთი საინტერესო არ იქნება. საინტერესო არა, ეს არხი არ იქნებოდა. ხო. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ყველა სურვილი შეგისრულოთ, შეძლების დაგვარად. შეძლების დაგვარად აბსოლუტურად ყველა სურვილი შეგისრულოთ და რა ვიცი. ნახოთ ერთ წელიწადში ეს ვიდეო როგორ შეიცვალა. კი ბატონო. ეხლა დაგემშვიდობებით, აბა შემდეგ ვიდეომდე. What?